არ გადაიტანოთ ჯადო, გათვალვა, ნეკრომაგია, რაც გაქვთ, ანუ მაგიის ენაზე ძველი ბეჭედი, ახალ წელიწადს. ძველმა ხალხმა იცოდა ხოლმე და ეხლაც ესე აკეთებენ ადამიანები, ყველა ვალებს ისტუმრებდნენ, რომ ახალ წელს ახალი ფურცლიდან დაეწყოთ ცხოვრება. რადგან როდესაც ძველი ვალი იქნება ეს თუ ჯადო იქნება, სტრესებით და უბედურებებით ხვდები ახალ წელს, მერწმუნეთ რომ ის წელი მთლად ია და ვარდით მოფენილი ვერ იქნება და არ იქნება. გარდა იმისა, რომ ადამიანს ახალ წელიწადში გადაყვება ყველა ჯადო, ეს იქნება ნებისმიერი ჯადო, ვინც არ უნდა გაუკეთოს. გარდა იმისა, რომ გადაყვება, ამასთანავე ახალი წელიწადიდან თითქოს პროგრამირდება ხელთავიდან ადამიანი და უორმაგდება და უსამაგდება პრობლემები ადამიანს. ეს არ არის მეგობრებო ჩემი მოგონილი ინფორმაცია, ამას ფაქტებით, ესე ვთქვათ, ხალხს აქვს გამოცდილი, ამიტომაც ყველა ერიდება ძველ წელიწადში, ახალ წელიწადში უბრალოდ ძველის გადატანას. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, თუ გრძნობთ, რომ გაქვთ ჯადო, ან ბლოკები გაქვთ ფინანსებზე, სიყვარულში და ზოგადად ვერ გრძნობთ თავს კარგად და ფიქრობთ, რომ რაღაცა არ ხდება ისე, რომ უნდა ხდებოდეს, აუცილებლად გაიკეთეთ წმენდის რიტუალი და დაიწყეთ ახალი წელი სუფთა ფურცლიდან და სუფთა ცხოვრებით.